დაუბრუნდით ძირფასო რადიო მსმენელებო, რადიო მაყურებლებო, ვინც არიცით და ახლა შემოგვერთით არაჩვეულებრივი ჟურნალისტი, თუმცა მამულაშვილი ყავს სტუმრად, რომელიც ჩვენთვის ყველასთვის ძალიან მნიშვნელოვან საკითხზე საუბრობს, კონკრეტულად ამ ციფრულ უბედურებას რა გავლენა აქვს ჩვენს ბავშვებზე და დიდი მადლობა კიდევ ერთხელ. დიდი მადლობა მე ვეთყვი ჩვენს მსმენელს, ვინც ახლა შემოგვერთა, რომ პირველი ბლოკი აუცილებლად ჩვენს რადიოს გვერდზე დაიდება და ნახეთ, იმიტომ რომ ძალიან საინტერესო კვლევები გაგვაცნო და ისეთი შეშინებული ვარ ნუცასგან, რომ ერთი სული გავვარდე, მეჩვენება რომ ჩემი ბავშვები იქ რაღაცა ეკრანს უყურებენ. ხო, რაღაც არ მინდა რომ ესეთი შემაშინებელი ვიყო, მაგრამ რეალურად აი თავშიც აღვნიშნე რომ მეც ვსწავლობ ხო თანდათან და მეც მშობელი ვარ და ჩემთვისაც პრობლემაა ეს ყველაფერი, თუმცა თუ პირდაპირ არ ვისაუბრეთ ნანუკა და თუ რაღაცეები კიდე შელამაზებულად ვისაუბროთ და შეფუთულად ვაჩვენეთ, ანუ როდესაც მართლა რეალურად არსებობს ეს საფრთხეები, მაშინ ისედაც სათანადოდ ვერ ვიაზრებთ, ვერც მე, ვერც ჩვენ ზოგადად ამ თაობის მშობლები და ამიტომ საჭიროა ხო ამაზე მეც ასე ვფიქრობ, მაქსიმალურად ბევრი საუბარი. გეთანხმები ნუცა და ჩვენ ხომ აუცილებლად უნდა ვისაუბროთ და პროფესიონალებმა ამ საკითხზე, მაგრამ არ არსებობს მშობელი, რომელსაც მისი შვილი ზრდის პროცესებში არ დაყავს პედიატრთან, ხო? აი დღეს პედიატრები ისეთი მომზადებულები, ისეთი შეშინებულები არიან და ისეთი ფაქტები აქვთ, რომ ხმალა მოღებული იბრძვიან და ეს აუცილებლად შედეგს გამოიღებს, იმიტომ რომ პირადად ჩემს პედიატრზე მინდა ვთქვა, რომ ანუ აბსოლუტურად ანუ არც რაღაცა დროით რო ჩავთოთ აი 1 საათი ანუ ის განგაშის ზარით ხდება და სწორ რჩევებს გაძლევს და თუ არ დავაიგნორებთ თვითონ ჩვენი პედიატრის რჩევებსაც, რომელიც მართლა მის ცოდნაზე და კვლევებზე დაყრდნობით გეუბნება რჩევებს, ესეც ძალიან წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება. და ყოველთვის პრეტენზია აქვთ ხოლმე ექიმებსაც, სპეციალისტებსაც, არა ბავშვებთან თუ ბავშვს უკვე რაღაც პრობლემა აქვს, არამედ მშობლებთან, რომ თქვენი ბრალია, თქვენ ისემთ იმ ტელეფონს, თქვენ გააკონტროლეთ, იმიტომ რომ მე მინდა დასვენება და ყავას ვსვამ და ბავშვს მივაჩეჩე. ტელეფონი ხო არასწორია რეალურად, იმიტომ რომ მესმის ჩვენც ძალიან ვიღლებით, გვჭირდება ხანდახან ამოსულ თქვა დასვენება, მცირე დოზით, რაღაც ყველაფერი დასაშვებია. რაღაც თუ ამ შუალედს დავიცავთ, მაგრამ ჯობია რომ კედელი შეღებოს ფანქრით და ის მაშინ ამოისუნ თქვა, მეც მინდა ხოლმე ამოსუნთქვის პერიოდები მეც მჭირდება და აი მაგ ხოლმე პერიოდი რომ აი ქვიშას, ტალახს, რაღაცებს ზელენ სახლში, კედლებს ხატავენ და აი ამაში მინდა რომ მეც ვიყო და მიუშვა თავისუფლად და მაგითაც ბევრ რამეს სწავლობს ხოთა შორის. ზიანს არ მოუტას მას და ჩემი ზიანს აღარ დავეძებ და ჩემს რაღაც მატერიალს ზიანს. აი რაღაცა ესეთი ის უნდა გავაკეთოთ არჩევანი ჩემი აზრით და ნუ აი საბავშვო ბაღის როლიც მინდა რომ ვთქვა რომ აი უდიდესი ამ შემთხვევაში, იმიტომ რომ გაჯეტით საბავშვო ბაღი არ არსებობს ჩვენს რეალობაში, ტელევიზორთან ბავშვები არ არსებობენ საბავშვო ბაღში და მე მგონი ზოგან იყენებენ ამ მეთოდს რაღაც ცოტახანი დასამშვიდებლად და იმდენი ბაღი მოვიარე სანამ ჩემს კერძოებში მე მგონი სხვადასხვაგან შემხედრია, მაგრამ ხო ნახევარი საათით რაღაცა ვაყურებინო კიდე კარგია, მაგრამ სკოლო რაღაცა ასაკს ამზადებენ შეიძლება მაგისთვის არის აუცილებელი და მაგრამ ისე ძალიან მომწონს მე ჩვენი საჯარო ბაღების მიდგომა კარგი ტენდენცია ძალიან რომ ისინი ეხმარებიან მშობლებს ამ ყველაფერში და ეს ძალიან მნიშვნელოვანია. შენ როგორ აკონტროლებ, ესეც მაინტერესებს, 3 შვილის დედა ხარ და მოდი ახლა მეც ვიქნები ჟურნალისტი წელში. ცოტა პანიკური დამოკიდებულება მაქვს ამის მიმართ და მე სულ მინდა რომ მშობლებს გავუზიარო რომ იდეალური დედა არ არსებობს და ჩვენი თავის გვემას რომ აი მე რაღაც ვერ გავაკეთებ ნანუკა გულუა აკეთებს, ეს არის სისულელე, იმიტომ რომ იმდენ შეცდომას ვუშვებ ხალხნო რომ ღამე არ მძინავს ამაზე დარდით მე, მაგრამ პანიკური შეტევები მართლა მემართება ეკრან და აი ტელეფონით მჭამელ და ტელეფონში აი ასე ჩამძვრალ ბავშვს რომ ვხედავ. ყველანაირად ვცდილობ რომ ჩემი უნარები გამოვიყენო, ანიმაციური გამოვაყენებიო ყველა სტუმარს ვინც მოვა, ბებიებს, ბაბუებს, მამას გარეთ ეზოში ბავშვები ერთმანეთთან კონტაქტში ისე ერთობიან რომ ანუ გარეთ ყოფნა არის ჩვენთვისაც დასვენება, იმიტომ რომ მე ყავით ხელში შემიძლია რომ გარეთ დავჯდე ბავშვები ერთობიან და ხო სრიალებენ და იქ ანუ მაქსიმუმი ვერაფერს ვერ დაიზიანებს თუ იქვე ხარ თან რეალურად მშობელმა შვილს რომ შესთავაზოს ბავშვებს არაფერი არ ურჩევნიათ მშობელთან ერთად დროის გატარებას. მე მისმის რომ ეს დროც არ აქვს, მაგრამ შეხო ვიღაცასთან ტოვებ ამ შენ შვილს, ანუ ჩვენ ყველა მე ძიძის გარეშე არ ვარსებობს, ჩემი შვილები ძიძების გაზრდილი არიან, მაგრამ მე და ჩემი ძიძის ერთობლივი დამთხევაა ეს რომ
შენ გაჯეთთან ბავშვი არ უნდა ყავდეს და ამიტომ ვიც ზრდის თქვენს ბავშვს, აი მას უნდა დააკისროთ ეს პასუხისმგებლობაც, რომ თქვენი მიმართულებაა ეს და თუ გეხმარებათ, აი ასე უნდა დაგეხმაროთ. თან ბავშვსაც ძალიან აისახება ერთი მშობელი ერთ რაღაცას ეუბნება, მეორე ძიძას სხვა რაღაცას, ბებიას კამფეთს აჭმევს ჩუმად, ეს ბავშვი ამ დროს რა თქმა უნდა, ვიცით ხო, ეხა ფსიქოლოგებისგან რომ ძალიან ირევა, იბნევა და შემდეგ უკვე რა არის სასარგებლო და რა მავნემისთვის ვეღარ არჩევს. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ყველა იყოს დედის აზრზე ჩამოყალიბებული. დედა ყოველთვის იცის რა არის უკეთესი მისი შვილისთვის და დედის აზრზე უნდა გადმოვიდეს ყველა უნდა თუ არა და ენდობა თუ არა თავის გამოცდილებას და აი აბა როგორ იზრდებიან და აბა როგორ ზრდიდით აი ეს ტექსტები რამენაირად უნდა დაიგნორდეს და უნდა არსებობდეს ოჯახში ეს წესები ბავშვისთვის. ყველაზე დიდი საფრთხე რა არის შენს კვლევაში რაც გქონია და რა გამოცდილებაც გაგნოცა. ანუ აი რეალურად რაც ჩამოვთვალე ხო ეხლა არ მინდა რაღაცა ესე რომელიმე კონკრეტულად გამოვყო მაგრამ მე მგონი ყველაფერი არის ერთმანეთთან კავშირში საბოლოო ჯამში რა ეს ეკრან დამოკიდებულება სოციალური ქსელების გავლენა ნუ ძალიან ბევრი კვლევა არის იმასთან დაკავშირებით რომ უკვე რაღაცნაირად მოზარდებში არის ემპათიის უნარიც კი დაქვეითებული იმდენად ბევრი აგრესიული კონტენტი გვხვდება იმდენად ძალადობრივია იმდენად ბევრ სისხლს უყურებენ ბავშვები ინტერნეტში ეს ცალკე საფრთხე არის ცალკე მიმართულება არის კიდევ ეს საშიში გამოწვევები რომლის საფრთხებიც რეალურ ცხოვრებაში გადმოდის და ჩვენ ვიცით არაერთი შემთხვევა იყო იქ თქვის შეკავების ტრენდი ბავშვების რაღაც ჩელენჯი სადაც სერიოზული დაზიანებები მოყვა ამას იყო იქ ხარე ჩიფსის ჭამის გამოწვევა და კუჭის პრობლემებით კლინიკებში ხვდებოდნენ ბავშვები და კიდევ არაერთი გამოწვევა ყოფილა, სადაც თავად მშობლები იყვნენ ჩართულები და არა ბავშვები და ცოტა ასე ფორმით რაღაც მშობლების სიგიჟეც კი დაარქვეს, მშობლების TikTok სიგიჟეც კი დაარქვეს სოციალურ ქსელში. არ ვიცი, ალბათ გინახავს კიდეც თუ გახსოვს, რომ აშინებენ ბავშვებს. ოთახში რომ კეტავენ და შემდეგ მათ ტირილზე და მათ რეაქციებზე რომ ხალისობენ. აი მე, ჩემთვის მაგალითად ეს არის წარმოუდგენელი. კიდევ კარგი რომ ჩემს ხელში არ არის რაღაცა კანონის მიღება, ისეთი სასტიკი შემიძლია გავხდე, ვერც კი ვუყურებ აი ასეთ სახალისო ბჭყალებში ვიდეოებს. ამას წინა ჩემ ხვდა ახალი რაღაცა ნიღაბს იკეთებენ, ჩემთვისაც რო საშიშია ისეთ ნიღაბს, ხო? ჰელოვინის ნიღაბი. კი, და 3 და 4 წლის ბავშვს ეუბნებიან რომ დედა ამან შეჭამა ამ ნიღაბმა და შენ თუ არ დაალაგებ სახლს, დედა არ დაბრუნდება. და ისინი სწრაფ-სწრაფად ალაგებენ სახლს და მერე იხსნიან ნიღაბს რომ დაბრუნდება. მართლა ხალხნო, ანუ იყო მეც მეგრელი ხალი ვარ სისუფთავის, რა ვიცი, წიკიანი, მაგრამ ეყაროს ყველაფერი და იყავით თქვენ და თქვენი შვილები ბედნიერები რა. და გქონდეთ ჯანსაღი ურთიერთობა ერთმანეთთან. მე მგონი ძალიან კარგ თემას შევეხეთ, ოღონდ ძალიან მოკლე იყო ეს დრო. უნდა პირობა ჩამოგართვა, რომ კიდევ ერთხელ მოხვალ ჩვენთან ინტერვიუ. ძალიან დიდი სიამოვნებით, პირიქით უღრმესი მადლობა. შენ ნანუკა, თქვენს პროდიუსერს ამრიტა ჯანაშიას, მთელ გუნდს ძალიან მიყვარს რადიო იმედი და ყოველთვის სიამოვნებით მოვალ და უღრმესი მადლობა, რომ მომეცით შესაძლებლობა მესაუბროთ. დიდი მადლობა ყველაფრისთვის. ბოდიშს გიხდით მშობლებო თუ შეგაშინეთ, შემდეგ ხუთშაბათამდე. ესეც გამოგვივიდა. გემშვიდობებით ნახვამდის.